ეს არის ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევა. ასე აფასებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის პროექტს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის წევრი მიხეილ ფოცხვერაშვილის თქმით, ასამბლეის გადაწყვეტილებით საქართველოს ხელისუფლებამ 2025 წლის აპრილამდე კონკრეტული დათქმები უნდა შეასრულოს, რაზეც სამთავრობო გუნდი ირწმუნება, რომ ასრულებს, რეალურად კი ვალდებულებების მხოლოდ ნაწილია შესრულებული. ცნობისთვის მონიტორინგის კომიტეტი ასამბლეას საქართველოსთან დაკავშირებით ორ ვარიანტს თავაზობს. კერძოდ საქართველოს დელეგაციის მანდატების გარკვეული პირობებით აღიარებისა და არაღიარების. პირველი ვარიანტის თანახმად მოხდება საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირება იმ პირობით, რომ 2025 წლის აპრილამდე საქართველოს ოფიციალური პირები დაიწყებენ ნამდვილად დემოკრატიული ახალი არჩევნების ჩასატარებლად საარჩევნო გარემოს შექმნაზე მუშაობას ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად. გადადგამენ ნაბიჯებს ევროკავშირში გაწევრიანების აღსადგენად, დაასრულებენ პოლიციურ სისასტიკეს და ადამიანის უფლებების დარღვევებს, შეწყვეტენ დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ლიდერების წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურების ბოროტად გამოყენებას და ბოლომდე პატივს სცემენ გამოხატვისა და შეკრების უფლებას. ამ ვარიანტში ასამბლეა 2025 წლის აპრილში შეაფასებს ამ პუნქტებზე საქართველოს პროგრესს და საშუალება ექნება საქართველოს დელეგაციის მანდატებს გადახედოს, მათ შორის შეაჩეროს კიდევაც. მონიტორინგის კომიტეტის მიერ მომზადებულ მეორე ვარიანტში საქართველოს ოფიციალური პირებისადმი მოთხოვნები იგივე რჩება. ერთადერთი სხვაობა იმაში მდგომარეობს, რომ ამ ვარიანტში არ მოხდება საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირება. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომისიამ გაავრცელა შემდეგ განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება შეთავაზა ორი ვარიანტი, თუკი აპრილის დაგმოხდა სპეციალური დათქმა, თუკი აპრილის წვევები არ მოხდება პოლიტიკური არწუხების მოხსნა, დემონსტრაციების დემონსტრაციების მიმართ მათი დაჭერები, უკანონო დაპატიმრებები, პლუს 9 პუნქტიანი გეგმა მოიხსნება 12 პუნქტიანი გეგმა 9 პუნქტი საქართველოს შესრულებული არის თუ არ გადაგვაქვს ამ მიმართულებით თქვენ ნაბიჯებს, მაშინ მოხდება ჩვენი ოფიციალური დელეგაციის მანდატების შეჩერება. მეორე დათმაც არის, მეორე ფაქტიკურად აბსოლუტურად იგივეა, ძირითადად რაც ზემოთაღმაშად ეს არის, ასეთი და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში ამთავრა, რომ სამწე შეხვდა ჩვენს ოფიციალურ საერთაშორისო დელეგაციის მანდატების რატიფიცირების საკითხს. სპეციალური დათქმის შემოწმება მოხდება 2025 წლის აპრილის თვეში. ჩემი აზრი ამ ფაქტთან დაკავშირებით ის არის, რომ უკვე დიდი ხანია ევროკავშირი ხოს 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებას უკვე ჩვენ სურვილი გვაქვს, რომ გავხდეთ მათი ოჯახის წევრი. ჩვენი ხელისუფლება ერთი მხრივ ოფიციალურად არ ცხადებს, რომ ის ასრულებს ამ გეგმას, რეალურად 12 პუნქტიდან მხოლოდ 3-ია შესრულებული და ისიც ნაწილობრივად შესრულებული. გამომდინარე, არც აპრილის თვეში, ორ თვეში არ მოხდება საოცრება და საქართველოს ხელისუფლება არ დადგება ევროკავშირის ათვალისწინებულ პუნქტების შესრულებას. ჩვენი მოგეხსენებათ ამ კუთხით პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა ოფიციალურად, რომ შვედეთი ყველანაირ მოლაპარაკებას, ყველანაირ ნაბიჯების გადაგვას ევროკავშირის უკვე ათვალისწინებულ მოვახიძე. ასაც მოხდა უკვე მართლმასშტაბიანი აქციები. ესეთ მდგომარეობა გვაქვს დღეს ჩვენს დელეგაციას აღარ ექნება დიდი შანსია ეს, რომ აღარ ექნება უკვე თავისი მანდატები საპარლამენტო ასამბლეაში. ქვეყნის თუ გადავხედავთ საერთაშორისო პრაქტიკას, ასეთი ქვეყნები არის მხოლოდ დიქტატორული სახელმწიფოები, ანალოგიური ხდება ბელარუსიაში, ანალოგიური ხდება რუსეთში. საპარლამენტო პარლამენტის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ რუსეთს შეუჩერეს, რუსეთის დელეგაცია შეუჩერეს მანდატები და შემდეგ იქნებთ უკვე ჩვენ. ამ მდგომარეობა იქნება, ეს იქნება საერთაშორისო იზოლაცია. ჩვენი ოფიციალური პირების უფლებამოსილება, დიპლომატიური წევრებზე მაქვს ლაპარაკი და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებზე მაქვს, უმაღლესი რანგის წარმომადგენლებზე მაქვს საუბარი, მათი უფლებამოსილება იქნება შეჩერებული და ეს არის სრული იზოლაცია ევროკავშირის ქვეყნების მიმართ. აქ რაიმე ევროკავშირის წევრობაზე ლაპარაკი უკვე ოფიციალურად დამთავრებული იქნება. ის როგორც დამთავრებულია ეს რუსეთში და დამთავრებულია ბელარუსში, სკოლის აკადემიური მოსწრება გათვალისწინებული იქნება უნივერსიტეტში ჩარიცხვის დროს.
აღნიშნულის შესახებ მთავრობის 4 წლიან პროგრამაში ვკითხულობთ. უფრო კონკრეტულად კი საგანმანათლებლო სივრცეში უზრუნველყოფილი იქნება სკოლის აკადემიური მოსწრების გათვალისწინება უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის, რაც გაზრდის ზოგადი განათლების მნიშვნელობას და აამაღლებს სკოლის პრესტიჟს. ამასთან განხორციელდება მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების ეროვნული შეფასებები. აღნიშნულია მთავრობის 2025-28 წლების პროგრამაში. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ მასწავლებლების პოზიციები ჩავწერეთ. დადებითად სკოლის მოსწავლეებს ბუნებრივია სასკოლო პერიოდი დატვირთული აქვთ სწავლობენ მრავალ საგანს და თუ გავლენა ექნება სკოლის ნიშნებს უმაღლეს სასწავლებელში მიღების დროს შესაბამისად ყველა საგანი უნდა ისწავლონ ნამდვილად უნდა მიიღონ ზოგადი განათლება რაც სტატუსი აქვს ჩვენ სკოლებს შესაბამისად მიღებული მათი შრომის ნაყოფი რაც იქნება მიღებული ნიშნებში უნდა ისახოს ეს ობიექტურად და შესაბამისად შემდეგ უმაღლეს სასწავლებელშიც სწორედ იმ შედეგებით მიიღონ პრივილეგია თუ შესაბამისად ჩაირიცხონ კიდევაც რა შრომაც მათ გაწიეს შესაბამისად ზოგად საგანმანათლებლო სკოლებში. მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ბავშვი, რომელიც სწავლობს სკოლაში, მთელი 12 წლის განმავლობაში, სასიამოვნო იქნება თუ მათი ამ ბავშვების შრომა დაფასდება. და სასკოლო ნიშნები მოახდენს ზემოქმედებას უნივერსიტეტში ეროვნულ გამოცდებზე, თუ ეს იქნება პლუსი ბავშვებისთვის, რა თქმა უნდა, უფრო მოინდომებენ, რომ ბავშვი სკოლაში უფრო კარგად ისწავლონ, უფრო მეტი სტიმული იქნება. საზოგადოების ერთ ნაწილს კი აქვს შიში იმის, რომ ეს ხომ არ იქნება კორუფცია სკოლაში, მაგრამ მე არ ამგონია, რომ მასწავლებელი ვერ წარმომიდგენია მასწავლებელი, რომელიც ნიშანს დააკლებს ბავშვს იმის გამო, რომ რაღაც ანგარებიანი მიზანი ჰქონდეს და მე მივესალმები ამ ინიციატივას, თუ რა თქმა უნდა სწორად იქნება გატარებული. თუ მაგალითად ამ ინიციატივას მოყვება ის, რომ ეს სასკოლო გამოცდაზეც ძალიან კარგი იქნება, თუ უნდა დაამტკიცოს ბავშვმა თავის ცოდნა, რომ ვიღაცას არ შეეპაროს ეჭვი ჩვენი პედაგოგების არაობიექტურობაში. თუ მეტი სტიმული ყველა იმ ინიციატივას მივესალმები, რომელიც ბავშვს გაუჩენს სტიმულს, რომ ისწავლოს კარგად. ჩემ დროსაც იყო ასე. მე მithumetes რომ 76 წელში დავამთავრე საშუალო სკოლა, მაგრამ ჩემ დროსაც იყო ყურადღება ექცევოდა ატესტატის ქულას, ჩაბარების ქულას ემატებოდა ატესტატის ქულა და ვისაც მაღალი ქონდა მოსწრება აბარებდნენ. მაგ კი არა, ისეთნაირად იყო პირობები მაშინ, რომ ორი ნიშანს თუ ვინმე მიიღებდა უნივერსიტეტში 4-იანს და 5-იანს 9 ქულით უკვე ირიცხებოდა და მომდევნო ორ გამოცდას აღარ აბარებდნენ უმაღლეს სასწავლებელში. მივესალმები, მაგრამ თუ ბავშვების ცოდნის დონე არ ამაღლდა, მარტო ნიშანს რა ფასი აქვს. გამოცდებიც უნდა იყოს, რომ ბავშვი მოემზადოს ასიდან კლასში გადასასვლელი გამოცდები, უნდა იყოს საატესტატო გამოცდები, რომ ცოდნას ფასი მიეცეს და დაფასდეს. ჩემი აზრი ეს არის, რა ვიცი, ყველას თავისი აზრი აქვს დღეს მაგალითად ამ ცხოვრებით, ყველას თავისი აზრი აქვს, აზრის გამოთქმის საშუალებაც წაგვართვეს ჩვენ. და რა ვიცი, რა იქნება? ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა მოსამართლემ ლორენ ალიხანმა დროებით შეაჩერა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანება $100 მილიარდი ოდენობის ფედერალური გრანტებისა და სესხების გაყინვის შესახებ. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება ბრძანების ძალაში შესვლამდე რამდენიმე წუთით ადრე გამოცხადდა. მოსამართლემ ფედერალური გრანტებისა და სესხების გაყენვის ბრძანების შეჩერების გადაწყვეტილება იმ სარჩელის საპასუხოდ მიიღო, რომელიც გრანტის მიმღები ორგანიზაციების ჯგუფმა შეიტანა.